საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა თბილისსა და რეგიონში მაჟორიტარობის 6 კანდიდატი წარადგინა. დავით არხან-მოურავმა კანდიდატების საზოგადოებას პარტიის ოფისში გააცნო და მათ მიღწევებსა და გამარჯვების შანსზეც ისაუბრა. ბოლოში პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი დალი მამაცაშვილი ექნება. საბურთალოს რაიონის მე-6 და მე-9 ოლქებში კი გამარჯვებისთვის თამარ ბარბაკაძე და ზაზა მამალაძე იბრძოლებენ. ჩუღურეთში პარტიის სახელით კენჭს ირაკლი კორძახია იღრის. ზესტაფონში პაატა მახათაძე, გაგაბანში გელა ხუციშვილი, ჭიათურაში კი გიორგი კასრაძე. ეს ხალხი ირჩევა შემდეგი პრინციპით. პირველი, ყველა ადამიანი უნდა იყოს გამობრძმედილი ადამიანი ბრძოლაში. ამ ხალხს უნდა ესმოდეს კარგად განსხვავება კარგს და ცუდს შორის, სიკეთეს და ბოროტებას შორის. მეორე, ეს უნდა იყოს აუცილებლად ის ხალხი, რომელსაც აქვს ცოდნა და შეუძლიათ რეალურად თავისი ცოდნით რაღაცა გააკეთონ ამ ქვეყნისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია ჭიათურას დაუბრუნოთ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს არის ღირსების საქმე, აუცილებელი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება. მე ვგრძნობ ძალიან დიდ მხარდაჭერას ჭიათურის საზოგადოების მხრიდან და იმედია ერთადგომი ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.